სამშაბათი აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათი ტრამპის მორიგი მუქარა ირანს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა თეირანს მოუწოდა ჰორმუზის სრუტე გაეხსნა წინააღმდეგ შემთხვევაში დაანონსა, რომ ჯოჯოხეთი ემუქრებოდათ. ტრამპის თქმით, ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებს სრულად გაანადგურებენ. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა. ილჰამ ალიევი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში სახელმწიფო ვიზიტით სოლთან ერთად რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. ცოტა ხნის წინ ალიევი ორბელიანების სასახლეში მივიდა, სადაც ყაველაშვილს ხვდება. დაგეგმილია აუდიენცია კობახიძესთანაც, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ბათუმში 15 წლის მოზარდმა 32 წლის კაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უწყო და არასრულწლოვანმა კაცს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულ მოზარდს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს 11 მაისის 18 საათამდე შეეძლებათ. აუცილებელია აბიტურიენტებმა 6 მაისის 18 საათამდე ჩასაბარებელი საგნების საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18 საათამდე დაასრულონ. აღნიშნულია განცხადებაში.